მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Toyota Prius. სულ ახალი Toyota Prius. ყველა საინტერესებს და მათ შორის მეც ძალიან მაინტერესებს ეს ავტომობილი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უხეში ტესტ-დრაივი გადაგვეღო სულ ახალ Toyota Prius-ზე. უღრმესი მადლობა პატრონს, რომ შემოგთავაზა ეს მანქანა, იმიტომ რომ ყველას ვისაც საინტერესებს და მოგეცათ შანსიო დღევანდელ ვიდეოში განვიხილოთ ეს ავტომობილი. ჩვენს განვიხილოთ, თქვენც მიხვდებით თუ რა ავტომობილი შემოგთავაზა Toyota და არის თუ არა ძველებური Prius-ი. ჯობია თუ არ ჯობია, თუ უარესი მანქანა შემოგთავაზეს. მე იმის თქვა მინდა რომ ჩვენ Toyota Prius-ს როდესაც ვიღებდით ხოლმე, ყოველთვის მე ვიცავდი ხოლმე მაგ მანქანას, იმიტომ რომ რაღაც სხვა კუთხით განახედვით ხოლმე ამ ავტომობილს. ერთ ცოტა ბევრი დაეჯვა ვიდრე სხვა დანარჩენებს, მაგრამ დღეს გავარკვევთ, ეხლა ეს ახალი მანქანა ისევ დაჯმის და ბულინგის მსხვერპლი უნდა გახდეს თუ რაღაც დახვეწეს და პირიქით შეიძლება ჩვენი გულიც კი მოგვილბოს და დაგვევასოს ეს მანქანა. დაგვევასოში გულისხმობ რას? ახლა Toyota Prius-ი რა თქმა უნდა ვერ გახდება ეს Land Cruiser-ი, რა თქმა უნდა ვერ გახდება, მაგრამ დიზაინში განიცადა ამ მანქანამ ძალიან დიდი ცვლილებები. ანუ ექსტერიერი ამ მანქანის არის საერთოდ სხვა. სოფლიო მასშტაბით ავტობლოგერები, უცხოურ ავტობლოგებს რო უყუროთ YouTube-ზე რო ჩაწვევთ, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ეს ავტომობილი ძალიან ლამაზად გამოიყურება. სხვა დანარჩენ მახინჯ Prius-ებს არ გავს და მეც არ ვარ გამონაკლისი და პირდაპირ გეუბნებით ვიდეოს დასაწყისშივე, რომ ამ მანქანის დიზაინი ძალიან მომწონს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ბულინგის მსხვერპლია, ანუ ამ მანქანას ყველანაირად ყველა ამცირებდა, მარტო საქართველოში არა, სოფლიო მასშტაბით, Prius-ი იყო ფილმებშიც კი ხან ვიბრატორს ეძახდნენ, გადაუდნენ რა ეკოლოგია და გლობალური დათბობის დამცავი მანქანა, სუფთა სირობა არისო და ეს რეპუტაცია, მიწასთან გათელილი რეპუტაცია, ქაქში რო ჩაყო ფეხს და რო ამოატრია Prius რო ეძახდნენ, ეგ რეპუტაცია, დაინკვიდრა ყველგან რომ Prius-ი არის ყველაზე ცუდი ავტომობილი. ეგრე არის, ხა ძალიან რთულია, როდესაც Land Cruiser-ი მამა გეუბნება, რომ შენ ძმას უნდა დაიმსგავსო და შენი ძმა რომელიც არის Toyota Supra და შენ ხარ უბრალოდ Prius-ი, ძალიან რთულია რომ ეგ რეპუტაცია შეცვალო. სულ ბულინგის მსხვერპლი ხარ, სულ დაჩაგრული ხარ და ვერაფერს ვერ აკეთებ ცხოვრებაში. მაგრამ გავიდა რაღაც პერიოდი და შენ Land Cruiser მამასთან მოხვედი ესეთი სასწაულად გაგიშვა და უცებ ესეთი სიმპათიური გალამაზებული შარვალ კოსტუმი და პატარა გალსტუკით შემოაჭერი სახლში. რა თქმა უნდა Toyota Supra ვერ გახდი, მაგრამ ისეთი ბანძის აღარ ხარ. ზუსტად მაგას მინდა შევადარო ეს ავტომობილი, იმიტომ რომ დიზაინში, ექსტერიერში განიცადა, რა ვიცი, საერთოდ რადიკალურად შეცვალეს ეს ავტომობილი. ისეთი დებილი გამომეტყველება აღარ აქვს იმბეცილის, ეხლა უკვე ნამდვილ საიბერ რაღაცა მომავლის ავტომობილს დაამსგავსეს. რაშიც ერთ ძალიან დიდ პლუსს უწევს Toyota-ს. ანუ გადაწყვიტეს დიზაინერებმა, რომ რაღაცა მოდი ცოტა ხანი შევეშალოთ ხატვასო და ერთხელ ლამაზი მანქანა გამოუშვათო და მართლა ლამაზია. ამ ლაპარაკს ახლა შევეშვები და უკვე დეტალურად გავიაროთ თუ რას თვლი ამ მანქანაში ლამაზ. ლამაზი არის ამის ხვირი, რომელიც არის ესე წაჭრილი, გვერდიდან უფრო მაგრა ჩანს. შუშა რო ჩამოდის, ესე რო ჩამოდის და ხვირს რო უერთდება, უკვე ლამაზია. შუშა იმენა ჰურაკანის შუშას მაგონას პირდაპირ კაპოზე რო ჩამოდის და ხვირს უერთდება. პლუს მაგას უკვე წინ ფარების ცოტა ისეთი დიზაინი გაუკეთეს ფარებს, რაღაც მხრივ ცოტა აგრესიულიც გამოჩნდა ეს მანქანა. ანუ საიბერს იმიტომ ვიძახი ხოლმე, რომ მაგალითად ილონ მასკმა რო საიბერ ტრაკი გამოუშვა, სახელწოდებას ამართლობს ეგ მანქანა, იმიტომ იმდენად განსხვავებულია მართლა მომავლის ფუტურისტიკული ავტომობილია. ამ შემთხვევაშიც ეს დიზაინი Toyota მეტყობა გადაწყვიტა, რომ ეს მომავლის დიზაინი და შემოეტანა ეს საიბერ რაღაცეები და ეს ფარები, daylight-ები რო ანათებს აქედან და
პატარა ლინზა, აგრესიული ლინზა რო იყურება, იქ გეგონება ხელოვნური ინტელექტი მართავს ამ მანქანას, ზუსტად აი ეგეთი დიზაინი აქვს ამასაც. კაპოტის ჭრილიც, აი ეს უზორი დიზაინი მოდის. აქ ოთხკუთხედი ესეთი წვრილი. გეუბნები იმენა, აქ 1-2 კლიკი და ლამბოა, იმენა დამახინჯებული. ანუ ცუდად მართლა არ გამოიყურება. ეხლა ძველ პრიუსებს რო შევადაროთ, ხო? ნუ აი რომელი კუთხიდან უნდა შეგეხედა ძველ პრიუსზე, რომ უბრალოდ აი გეთქვა, რომ აი ხო რა, ეხლა ეგეთი საშინელებაც არ არის. არც ერთი პატრონი არ ვიცი, მე არც ერთი ადამიანი არ ვიცი, ვინც პრიუსზე იძახდა, რომ ნორმალური მანქანაა, ვიზუალიდან გამომდინარე. ანუ ვიზუალიდან გამომდინარე პრიუსი ძველი არავის არ მოწონდა და ამ მანქანას ნუ ეხლა ვერ ვიტყოდი რომ ახინჯა. პირიქით მომწონს. შეიძლება გაგიკვირდათ მე რო ვიძახი პრიუსი მომწონს მეთქი, მაგრამ ეხლა დიზაინს ვერ დაუწევ, მით უმეტეს ხვირს. ეხლა ნელ-ნელა გადავიდეთ გვერდზე. წინ ეხლა ბევრი სალაპარაკო ისეთი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ რა ვიცი, ეხლა ფარები მომწონს, კაპოტი და ბამპერის აი ეს დიზაინი იმენა თვალში მხვდება და მაგრა დამევასა და ნუ ქვევით ეხლა უკვე სტანდარტულად ეს გრილი რაც არის ჩვენი ცხაურა, ნუ ეხლა მაღაზე რა უნდა ვთქვა, ჩვეულებრივი გრილი და ცხაურა მთლიანობაში კარგია. ცუდი არ არის ნამდვილად. დისკებსაც ეხლა ვერაფერს ბევრს ვერ გეტყვით, ქართული Toyota-ს დისკებია, Norm მისაღებია, პრიუსია და პრიუსისთვის შვენიერი დისკებია, მე თუ მკითხავთ. აი ეს შუშა რო დაწვენილი რო არის, აი ჩამოღვენთილი რო არის, მაგრად მომწონს, აი კაპოტი და რო ამოდის, კიდე ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარია. შიგნა პატარა დისკომფორტი კი აქვს მაგას, მე რო ჩავждებით სალონში განახეთ თუ რა დისკომფორტი აქვს, მაგ დაწვენილ შუშას დაჭერი რო ეს ქვევიდან მერე ადისევით, მაგრამ გარედან ლამაზია. კიდე ერთი მნიშვნელოვანი უზორი არის, რომელიც ძალიან მომეწონა, ეს არის აი ეს უზორი, აი აქ რომ მოდის ეს კანტი. ანუ ფორმას რო იწვევს კუზაო, მომეწონა. ანუ მაგრად უხდება, აი ეს მოდის ზოლი ზევითადის და აქაც არის შეზნექილია უკანაკარები. ამ მთლიანობაში რო შეხედავ, მართლა ეს აი ლამაზ კი, იმენა გამოყვანა გაექცათ ფანქარი Toyota-ში და შემთხვევით ესეთი ლამაზი რაღაც შემოგთავაზეს. ესე იგი აქ პრიალა ესეთი კანტებიც კი გაუკეთეს რა, პრიალა, რაღაცა ძიშოვი პლასმასი კი არა, პრიალა, საკაიფო ვიძერო. სხვათა შორის ფერი მინდა აღვნიშნო, იშვიათად ვამბობ ხოლმე ფერს, მაგრამ ეს ფერი მომწონს და ამ მანქანას მოუხდა. ანუ თეთრი არ არის რაღაც რუხი, ნუ რაღაცა ჩამუქებული ნარდუა, რომელიც უხდება ამ დიზაინს. მომეწონა ეს ფერის. სხვა ფერებიც ნანახი მყავს, ისინიც არ არის ცუდი ეხა მინდა აღვნიშნო, მაგრამ ეს ფერი რაღაც განსაკუთრებულად მომეწონა. უხდება მით უმეტეს შავი პანორამა ზევიდან, ეს ბოლომდე შავი, ანუ ჭერი არის მთლიანად შავი და ამ ფერში რაღაც საკაიფოდ ჩააჯდა ეგ ყველაფერი. ანუ დიზაინერული თვალსაზრისით მომხიბლა ამ მანქანამ გარედან მომწონს. კიდე ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, აქ ყელის ბერკეტი აღარ აქვს, აქ აქვს ზევით ამოტანელი. ცოტა აგვიანებს. ხო, ცოტა აგვიანებს. კი, კარგია, თანამედროვეა, ლამაზია, აი ხა ესეთი რო აქონოდა, უფრო მახინჯი იქნებოდა ამ შემთხვევაში საკაიფოთაა დიზაინში, მაგრამ ტაქსი რო მოგაკითხა და თვალნათესავს რო უშვებ სახლიდან და აი ტაქს რო გამოუძახე და აი რომელ თვალნათესავზე ვიძახი, იცი? აი ერთი ხელით რო 20-იანი აქვს ჩაცლილი და მეორეთი რო წყვარი მოგუდა, კი არ დაკლაი, აი მოგუდა. ეგეთი ტიპი რომელზეც და აი დედა მოუვა, იმენა ვერ იპოვა, იმენა ბერკეტი ვერ გამოცია. მე პიანი ბაზარი რომ მიდის ტახტნა, გამიღე ეს მანქანა და რაღაცეები, ანუ მაგისთვის კი, თუმცა ყველა მალე დაამუგამს, იმიტომ რომ ეს მანქანაც გამონაკლისი არ იქნება და საქართველოში ძალიან ბევრი Toyota Prius-ი შემოიყრება. ეს არის აი ჩემი წინასწარ მეტყველება და დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნება. ძალიან კარგია აქედან, თუმცა ღილაკი აგვიანებს. ანუ წამიერი ლაგი აქვს. აი რომ მიხვდეთ, მინდა აი ახლოდან მაინც ვერ გამოჩნდება, მაგრამ აი ეგრევე გამოვქაჭო. აი წამის მერე აღებს. რაც შეეხება ტაქსზე გადაობას, ანუ თქვენ არ გეგონათ რომ ამ მანქანით, ანუ ამ მანქანებით, პრიუსებით მარტო საქართველოში ტაქსაობენ. ეს ავტომობილი ჩემ ტესტ-დრაივებში ბევრჯერ ავხსენი, რომ არის ხელმისაწვდომი, ან ზოგადად პრიუსები არის დაბალი კლასის და იაფიანი ავტომობილები და სატაქსაოდ არის იდეალური. ცოტა სწავს, იაფად შეგიძლია შეიძინო, ასე თუ ისე კომფორტულია, ცოტა ტევადიც არის და გამძლე, რა თქმა უნდა, Toyota გამძლეობით გამოირჩევა, ნუ შეიძლება ყველაზე ლაქშერი არ იყოს და იქ რაღაცა ფოე რაღაცეები ინტერიერში რაღაც ნავორტკები არ ქონდეს, მაგრამ ხალხს მოწონს ეს მანქანა, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია. ამიტომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი ადამიანი ტაქსაობს პრიუსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პრიუსი გამართლებულია. თუმცა ეს სტატუსები უკვე შეინარჩუნა ცუდი ავტომოყვარულებისთვის და ყველა აბუჩად იგდებს ხოლმე პრიუსს. თუმცა მაინც მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ავტომობილი
ისევ ძველი პრიუსივით იქნება. ეს მანქანა შეიძლება სხვებმაც იყიდონ, ვისაც ტაქსაობა არ უნდა, იმიტომ რომ მართლა ლამაზად გამოიყურება. და გადმოვედით უკანა მხარეს. აი პრიუსი დიდი ასოებით წერია, აქ პრიუსი სიამაყით წერია პრიუსი. XLE არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაცია. სხვადასხვა კომპლექტაციები არის ამ ავტომობილში, რა თქმა უნდა, ბევრი ნავაროტკით, ნაკლები ნავაროტკით და ასე შემდეგ. XL ის მერე მოდის უკვე ლიმიტედი და LE არის პირველი, ანუ ყველაზე დაბალი კომპლექტაცია არის LE. კონკრეტულად ეს პრიუსი, რომელიც ტესტ-დრაივში ყავს მოყვანილი, არის 4-ვე წამყვანი, რა თქმა უნდა, წინა წამყვანების არსებობს და უკვე პლაგინ ჰიბრიდის არსებობს პრაიმი, ანუ პრაიმი, ტოპის ტოპი. თუმცა ჩვენ საკმაოდ კარგი კომპლექტაცია შეგვხვდა, 4-ვე წამყვანია, თან კარგი ფერი აქვს და სულ ახალია, ნუ 20-23 წლის მოდელია. პრიუსის წარწერასო თავი დავანებოთ, აი კაკრას მაქედან რომ გამოხედავენ ეხა, თუ უყურებთ არა ტელეფონში და არამედ კომპიუტერში, დიდ მონიტორზე, ან ტელევიზორში წამოწოლილები თუ ხართ, აი ეხა პრიუსი რომ მოვაშორო და არ იცოდეთ, აი ვერ იტყოდეთ რომ ეს ავტომობილი არის პრიუსი, იმიტომ უკნიდან იმენა მომავალია, აი აქ ხედავ რა, აი საიბერი არის, აი ეს გამოწეული, ნახე პრიუსი, ნახე ეს გამოწეული სანათი ეს დაფარული რომელიც ნახე აქ ტოიოტას ლოგოც ჩაუკვეტებიათ აქ მუხრუჭის განათებაც აქვს ეს ჩამოწეული შუშა შავი რო ჩამოძ აქ პრიუსი აწერია უკვე გათბობაზე ნახე ეს პრიუსი ან თოლში აქ პრიუსი დაეწერება რომ გადნება პირველი ერთის რაღაცებზე იჩალიჩეს ანუ შეგძლებიათ ადრეც რომ ესეთი ლამაზი პრიუსები დაგეხატათ ესეთი ბანძი რეპუტაცია აღარ ექნებოდა ამ მანქანას აი მართლა აღარ ექნებოდა ამ მანქანას ესეთი ბანძი რეპუტაცია გარედან მეტი რა უნდა გითხრათ ანუ მართლა მომწონს ვიზუალურად თლიანობაში ძალიან კარგი ავტომობილია. აი დაჟე ცოტას თუ გაიმეტებ, ცოტა სხვა დისკებს დააყენებ, არა ქარხუნს, ანუ aftermarket დისკებს თუ დააყენებ, უფრო ლამაზი იქნება ეს ავტომობილი. ახლა სპოილერებს და რაღაც სისუღლეებს რო პრიუსებზე აყენებენ ხოლმე და წვას რო უმატებენ, ეგ ტიუნინგს არ ვიძახე. ახლა დისკი ისეთია, უმტკივნეული, ანუ დისკი ალამაზებს მანქანას. დისკი არის, რა ვიცი, კარგი ფეხსაცმელივით. კარგი ლამაზი თანამედროვე ფეხსაცმელი. ამ ბოტასი, რასაც აი რომელ სტილზეც და დიზაინზეც მოგინდებათ, იმაზე შეგიძლიათ გადაიყვანოთ. დისკის გარდა მე ამ მანქანას ხელს არ დავადებდი, იმიტომ რომ მე მაქვს აი ეგეთი ციკი, რომ ქარხუნული დისკი არ მევასება. ამდენი ქება დიდება დაიმსახურა და ერთი რაღაცის შემოწმება მინდა. ეგ ეს თუ გამოასწორეს, აი პირდაპირ ხელები ამიწევია და აი თავი დამიდია, პრიუსის ფანი ვხდები დღეიდან. Toyota იცით რომ ძალიან თხელ ჟეშს უკეთებს ხოლმე თავის ავტომობილს. ანუ ქაღალდს აკრავს ფაქტიურად, აი როგორ გითხრათ, აი მაიკა აქვს ზამთარში მოგდებული, ანუ იყინება საწყალი მანქანა შიგნიდან ყინვა ხდება პირდაპირ ძვლებში, ნეკნებში ატარებს ხოლმე. აი ხა მივაკაკუნებ ამას, თუ ეგეც შეცვალეს, აუ ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან. ოპა! არა, ეგ ვერ შეცვალეს. ძალიან თხელია. ხმა როგორი აქვს? სიაფის ხმა მოდის, ან სიმდიდრე არ მოდის. ნუ აი თხელი ჟესტის ის პრობლემა რა არის? ხა გასაგებია სქელი იქნება თუ თხელი ეხა ძღოლისთვის და პატრონისთვის შეიძლება მნიშვნელობა არ ქონდეს, მაგრამ ანუ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან სიაფის ხმა მოდის. აი ბრაგაბრუგის ხმა მოდის და ხმაც შემოდის შიგნით. შეიძლება კონსტრუქცია შიგნით ძლიერი იყოს, რა თქმა უნდა, ეხა მანქანა სიარულზოს არ დაიშლება, მაგრამ აი სიაფის ხმა მოდის და ძალიან თხელია და აი შეხედე რა, აი ოდნავ თიცრუადებ იღუნება რა. იგივე ჭირს ყველა Toyota-ს, ასევე Land Cruiser 300, ანუ 300-ის კაპოტი აი 100-ის მერე ტაშს უკრავს. ეგ ვერ გამოასწორეს. ეგ უბრალოდ ფეხებზე დაიკიდეს. თხელი ეკონომიური, ზატო იაფად შეგიძლია იყიდო. ამდენი ლაპარაკის მერე შეგვიძლია უკვე ჩავждოთ ამოვქოქოთ და გავიაროთ, რომ ინტერიერის დავათვალიეროთ. და რა თქმა უნდა, სიარულითაც ვნახოთ როგორ დადის, მოგწონს თუ არ მოგწონს. წავედით. საწავის მოვიმარაგოთ და გავაგზავნოთ ჩვენი ტესტ-დრაივი.
საწვავით ჩავასხეთ ამ ვიდეოს თუ უყურებთ თქვენ უკვე ახალი აპლიკაცია გაქვთ, იმიტომ რომ ვისლომა განაახლა თავისი აპლიკაცია. ეს ძველი აპლიკაციაა, ამ აპლიკაციას ვიყენებ და აგროვდება ქულები. როდესაც ვასხავთ ხოლმე საწვავს ვისლში, ამ აპლიკაციას ვიყენებ, ფასდაკლება გვეკუთვნის და რა თქმა უნდა ქულებიც გვიგროვდება. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენი პრიუსი. ქალაქში აი პირველი მინდა დავიწყო მანქანის სიარო. ძალიან რბილია, ძალიან რბილი. აი ქალაქში რომ დადიხარ ამ მანქანით, აი ზედმეტად ფაფუკა და ჰაეროვნად დადიხარ. რაფაელოსავით არის. რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეგ არის კომფორტი. ანუ მანქანა რო სიამოვნებას განიჭებს ტარების დროს, არის კომფორტი. პირველი კომფორტი რაც შევამჩნია მანქანაში იყო ეგ. ხედავთ, საკმაოდ დიდი სივრცეა, წინზივარ, იდეალურად კარგად. აგერ ჰელიც გვაქვს, ჰელის ჩასადებიც არის 2. ჩვენი უხეში ჯო მეორე დიზაინით, რა თქმა უნდა 2 დიზაინით იყიდება მაღაზიებში, შეგიძლიათ შეიძინოთ და კარგი სული დატრიალდება თქვენს ავტომობილში. მოკლედ, პირველი რაზეც მინდა ვისაუბრო, ხედავთ ტორპედოს დიზაინი, ანუ მაჩვენებლების დაფის დიზაინი არის შესრული. ყველა პრიუს აი აქ შუაში ქონდა ხოლმე რაღაც განსხვავებული, ჩათხრილი ქონდა ხოლმე ეს მაჩვენებლების დაფა, ყველაფერი იყო გაერთიანებული და რაღაც აი უცნაური იყო, დიდად არ ვიხიბლებოდი მაგითი არასდროს, ანუ არასდროს არ მომწონდა. ამ შემთხვევაში უკვე Toyota-ს დაამსგავს ეს, ანუ სხვა Toyota-ებში ეგრე არ იყო ხოლმე, მარტო პრიუსში იყო რაღაც ჩათხრილი შუაში და ტრაქში ბინოკლით ესე დურბინტით უნდა გაგეხედა რომ რაღაცა დაგენახა. რაც არ მომწონდა მე. ამ შემთხვევაში უკვე ნუ აი ეს მონიტორი კი გასაგებია, ყელში გვაქვს ყველა Toyota-ში აი ესეთი მონიტორია, აი პირდაპირ აი მაგ სატრიალებელი, რომელიც მეზობელთან არის, აი უნდა გადაიკუზო რომ აქ მიაღწიოს ხელმა, აი 17 ხელი უნდა კონდეს და ნუ აი გამოსახულება არის ყველაზე ბანალური. აი ამ ეხლა მე კიდე გავაშავე, ანუ აქ არის 2 ვერსია, Daylight-ი, ანუ დღის შუქზე რო დადიხარ ეს თეთრად ანახეს, უფრო მკვეთრი რო იყოს და ღამე აი შავია. მაგრამ მე პირდაპირ შავი ავირჩიო, რაღაცას დაემსგავსოს. არ ვიცი, ესეთი ცუდი დიზაინი, ანუ რავი, დღესდღეობით აი ყველაზე მარტივი რა არის, ხო, მონიტორი, დიზაინი, ანუ ყველაზე მარტივი არის, ანუ ტელეფონშიც კი რაღაც ფონი შეგიძლია დააყენო, დიზაინი თუ არ მოგწონს შეცვალ. აი აქ არაფერი, უბრალოდ შავია და თეთრი წარწერები აქვს. რა უბედურობა, შეხედე, რადგან, ანუ არაფერი ფერადი არა, ანუ ჯამრთელი თანამედროვე არაფერი არა, ну არ ვიცი, საშინელება, ანუ მაგრამ ისევ იმ ჩათვლილ რაღაც მონიტორებს და აქ ჩამოწეულ მონიტორებს, ну ეს Toyota სტილი რო შეინარჩუნეს ამ თანამედროვე ახალ პრიუსში, კიდე წიხლი არ მივაჭრეთ. მეტი რაღაცა მიწაში ჩავდე, მაგრამ კაი ჯანდაბას. ეხლა აქეთ გადმოვიდეთ მძღოლის მხარეს მაჩვენებლების დაფაზე. ეგ ეხლა ბევრად უკეთესად გამოიყურება. იმიტომ მწვანე ფერს ვამჩნევ აქ. ანუ ერთი ფერი შეერია, იქ მწვანე ფერი გაიჩიტა, იმენა, აი, რა ვიცი, მეტი რაქნა. ზოგადად Toyota-ში ხალხი მიჩვეული არ არის, რომ ჩეკი უნდა ენთოს, იმიტომ რომ Toyota-ს არაფერი არ აქვს ისეთი, რომ გაუფუჭდეს ხოლმე. ანუ ძალიან უნდა მოინდომო, რომ Toyota გააფუჭო. ეს ჟალუზის ჩეკი არის, დიდი არაფერი. პანიკას არ აყვეთ, Toyota-ს მოყვარულებო ეს სრულგანგაშია, პატარა ჩეკია, რომელიც 2 წამში ჩაქრება. მე როგორც ვატარებ ავტომობილს, ანუ საჭესთან როგორც ვზივარ, ხო, აი ჩემი ჯდომა არის, ცოტა შეიძლება სხვანაირი იყოს, ეს სკამს ბოლომდე ვწევ ხოლმე გვერდით, აი კაი ბიჭივით რო გადავ. ხო, აი ზუსტად იმ კაი ბიჭივით ვზივარ ხოლმე ჩათენთილი რა. ანუ ეს ისტორიები მარტო ხელზე კი არა, ჩვენზეც არის, ჩვენს გვიყვარს თესლაობა, რამით განსხვავებულები კი არა. და აი მეც ვზივარ ხა პრიუსში ჩათენთილი, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი პრიუსია და მეც რაღაცა ცოტა გავთესლდი, ხო, უკვე თავაწეული გადმოვდივარ მანქანიდან და რაღაცა აი ლიჟბი მანქანა მყავდეს, ეგრე არ ვარ, რომ გავდივარ ხალხი, ახალ პრიუსი, რომ ბიჭებო სადაც გავჩერდი, ასნა და რაღაცა, ხო, თესლი მანქანაა და როგორი მანქანა რო გეკითხები, აუ იმ არ გავს ახალია და რაღაც. უკვე ცოტა მეც ბლატაობს სალაპარაკო მომენტსა, რომ ახალი პრიუსია, ხო და მაქედან გამომდინარე, აი ეს თესლაობა რომ უწევს და საჭესთან კარგად ჯდომა, ანუ საჭე ეფარება მთლიანად მაჩვენებლების დაფას. ანუ აი ისეთ ადგილას არის, რომ აი ეს ხარ ეფარება მთლიანად მაჩვენებლების დაფას. თუ გინდა რომ მაჩვენებლების დაფა დაინახო, შენ ცოტა ზევით უნდა იჯდე და ეს საჭე ჩამოწიო ქვევით, რომ მაჩვენებლების დაფას უყურო. ანუ შუაში ვერ გავარტყი, ანუ ყველა მანქანაზე როგორ არის, ხო? საჭე ისია განლაგებული, ანუ ისეთი პოზიცია აქვს. საჭეს რომ აი აქედან ხედავ მაჩვენებლების დაფას. ეს საჭე რომ ავწიო ზევი და მაჩვენებლების დაფა დავინახო, აი ესე უნდა ვატარო. და თუ ჩამოუწიე კიდე აი ესე ხარ, აი ქვევით გაქვს საჭე რა, აი როგორც იყო აი მაგალითად მარტივად განახ. აი ესე უნდა კონდეს, აი ეს ყვერებიდან ტარება დიდად არ მისორდება, რო არ მოგატყუო. ზევი თუ ავწიე, მით უმეტეს, ანუ
აი მით უმეტეს. ეხა ხელის რო დავდე საერთოდ არაფერი აღარ, უკვე გზასაც ვეღარ ვხედავ. თან სპეციალურად ქალაქში დავდიო, რომ აი ქალაქის პირობას მოვერგო, ხო? ეხა პრიუსის მანქანა არ არის, რომ ტრეკზე შევარდეთ და აბა 0-დან 100-მდე რამდენში აჩქარდება, იმიტომ რომ 0-დან 100-მდე სანამ ავჩქარდები დაღამდება და მაგ დრო არ აქვს. ერთი ისე ქალაქის პირობაში პირველი რაც მომეწონა მართლა ეგ არის, რომ ძალიან რბილია მანქანა. აი ძალიან რბილია უსწორმასწორო გზებზე, აი ისე გადადის ვერაფერს ვერ გზნობ. ანუ რა ვიცი, შეიძლება ძალიან იაფიანი დაკიდების სისტემა აქვს, შეიძლება ძალიან ძვირიანი, მაგრამ ამანქანა ძვირიანი არაფერი არ აქვს. ამიტომ რაღაც ის ოქრო შუალედი შეარჩიეს, როგორც მე ვატყობ და ანუ რაღაცა სიამოვნებას განიჭებს. სხვა პრიუსებს აქვს ეგეთი რაღაც, რომ მიგდებული იყო ტორპედო რა, აი რაღაცა ნაფიქრი არ იყო, რაღაც დიზაინზე საერთოდ არ უფიქრიათ. ნუ ხარისხი აქაც თავი არ მოუკლეთ და გეტყვით, მაგრამ აი რაღაცა ფორმები აქვს თავისი, სიმეტრია აქვს თავისი, აი ეს გრილი ლამაზად აქვს, სტარტის ღილაკი აქ აქვს, აიდანაც გქონდათ ხო? აი ეს ღილაკები დატოვეს, ეგ მომწონს რომ დატოვეს, იმიტომ ძალიან მარტივია აქედან კლიმატის მართვა. აღარ გიწევს იქ თითაობა მით უმეტეს აი ამ საშენ მონიტორს საერთოდ არ მინდა შევეხო. აქ სავარძლების გათბობაა, დამატებით ზოგს აქვს ხოლმე აქეთ უნდა იყოს უკვე გაგრილება სავარძელს, ამ კონკრეტულ ავტომობილს არ აქვს ეგ ფუნქცია, მაგრამ არ აუშავს. სხვა პრიუსებს აქვს აქ გაგრილება, გათბობა. აი ეს რა ლამაზი უზორია აქ შიგნით განათება აქვს. ანუ ტორპედო მომწონს, მართლა მომწონს. ნუ ხარისხზე ახლა პლასმასია, ეს ხელს კი არავინ არ დაარტყავს ამას, მაგრამ ზოგადად პლასმას რატო ვაძაგებ ხოლმე? ბევრ პლასმას, ბევრ იაფიან პლასმას, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ჭყრიალს იწყებს მე, ანუ ჭყრიალს იწყებს. თან ტოიოტები ხო? ანუ ბევრი ტოიოტა გვაქვს გადაღებული და ყველგან ვამოწმებ ხოლმე აი ესენი რა. ნახე, ნუ აქაც მოძრაობს რა, მოძრაობს. კემრიზე გახსოვთ იმენა, აი ხელს რო კიდევდი აქ ხვდებოდა ისე და ეს პლასმასი საბოლოო ჯამში იქითკენ მიდის, რომ დროთა განმავლობაში ცოტა ჭყრიალს იწყებს, რაც ცუდია. ნუ ისედაც ჭყრიალს რო არ იწყებდეს, ეხა ხვდები, რომ რაღაცა იაფასიანი პლასმასი აქვს. მაგრამ ვიზუალურად ნორმალურად გამოიყურება. აი ყველაფრით რო მაგას ვაправებ, ეგ უკვე კაია, იმიტომ რაღაც ნათელი წერტილი ჩანს უკვე, აი გვირაბის ბოლოს რაღაცა ნატურა ანათებს იქით ლედის, აი ეგეთი სიტუაცია. ასევე გარედან ხო პანორამა გვაქვს, მაგრამ შიგნიდან ორი ლუკი გვაქვს. ანუ ლუკი რას ვიზახი, ანუ ესეთი ლუკი გვაქვს ორი, ერთი აქედან, ერთი მექანიკურად ხელით უნდა იჩალოს, ღილაკზე და კომფორტები, ეგეთები არა, მექანიკურად გაწია, გამოწია. აი შიგნიდან პრუჟინა ფუჭდება უკვე. ტრემ. ნუ ერთ ალბათ ისმის, მაგრამ თუ არ ისმის მენდეთ რომ მაგარი ცუდი ხმა. თაჩი დაგვიმატეს ბიჭო, ეგრე კი არა, თაჩია, ნიხუია სიდე, ნახე დააჭერ თიცი, ეგრევე ინთება განათებები. აქაც სტანდარტულად აქ არაფერი ისეთი დავიკიდოთ. კარებზე მინდა გადავიდე, იმიტომ რომ კარებზეც აი აქ ვითომ კარგი ხარისხი უნდათ აქ ცოტა მორეზინო რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერა მოხსენი რა მასალა ეს, ანუ თან პლასმასის ისა ხელს რო კიდევ და თან რბილი დიდად არ არის. საერთო ჯამში პრიუსობას ინარჩუნებს რა, ანუ პლასმასები, ნუ ეტყობა. აქ ის თემა არის, რომ ეხა ვერ მოთხოვ ამას, ეხა როლს როისობას ვერ მოთხოვ, ხო, პრიუსია, ეხა იაფად მიდიხარ, ყიდულობ ცოტა სწავს და ეხა დიზაინზე იზრუნეს. ამიტომ მაგაზე ეხა ბოლომდე წილს ვერ მიაჭერ, ეხა აქ ალკანტარა მინდა იყოს და რაღაცეები არ გამოვა. უბრალოდ ჩემი მოვალეობაა რომ გითხრათ რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის ნორმალური. ვინაიდან ეს შუშა არის ზედმეტად დაწვენილი დიზაინში, აეროდინამიკისთვის, ხო? პრიუსას იდეალური აეროდინამიკა აქვს იმისთვის, რომ ძალიან ცოტა დაწვას, ან წინაღობა აქვს ნაკლები. ეს ჩამოწეულია ეს შუშა და ჩემთვის არ არის პრობლემა, ხა სავარძელად ბოლომდე მაქვს ჩაწეული და მე არ ვარ ესეთი მაღალი, რომ ხელი შემეშაოს რამეში. აი მდინარეზეც რო უყურებ, აი იმენა 1 სანტიმეტრი აქვს და თავს მიარტყავს ზევით რა, ანუ ჭერთან ახლოს გიწევს დაჯდომა ავტომობილში. თან მით უმეტეს თუ ვიღაც ცოტა ახლდან ატარებს მანქანას, კიდევ უფრო ახლოს მიდიხარ აქ რა და ეგ ეხა ბევრს არ მოწონს. ნუ მაღლებისთვის არის პრობლემა, თორე ჩვენთვის საშუალო სიმაღლის ხალხისთვის და დაბლებისთვის საერთოდ არ არის პრობლემა. აი ვინც მაღალია 1.90 და ზევით, ანუ ისინი დაიტანჯებით. მაშინ საზურგე ბოლომდე უნდა გადაწიო, რომ რაღაც თავი არ მია. ანუ უნდა წამოწვე რა ცოტა. მან კიდე ის პრობლემა, რომ წამოწვევით საერთოდ ვეღარ ხედავ მაჩვენებლების დაფას. ვერც ქვევიდან, ვერც ზევიდან, ანუ რამდენი ვიდეო რა 40-ით კაი და წამოწვე მე ისე. საჭას რაც შეეხება სტანდარტული, არაფერი განსხვავებული და არც ველოდებოდი რომ აქ რაღაც განსხვავებული საჭო უნდა დამხვედრო და ერთ-ერთი აი ამ ადგილს ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ აშკარად გადაკრულია და რანაირად გითხრათ ახლა კაია თუ ცუდი არ არის ქარხნული. მაგაზე დიდი დროის დაკარგვა არ ღირს. თქვენც ხედავთ როგორ გამოიყურება ამ ავტომობილის ინტერიერი. რო გავჩერდები, რა თქმა უნდა, კიდე აქ ბევრი რაღაცებია, რაც მინდა განახოთ და გაჩერებულზე უფრო ადამიანურად განახეთ. ხა სიარულში წვრილმანეს ვერ განახეთ. იმ დეტალებს, რომელიც მინდა კონკრეტულად გაჩვენო.
აქაც მინდოდა რაღაცები ბარზე მესაუბრა, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა და ტარების დროს ცოტა ვერ გამოდიოდა მაგ ყველაფრის გაკეთება. ამიტომ გაჩერებულზე განახებს. ტელეფონის ადგილი არის ეს. აქ ღილაკი აქვს, ამ ღილაკს დააჭერ და უკვე შეგიძლია wireless charge-ით შენი ტელეფონი დატენო. არ ვიცი, ჩემთვის ახლა მე არ მომწონს ესეთი სათავსოები, იმიტომ ეს ტელეფონი გვერდულად ვერ ხედავ. გასაგებია, რომ Bluetooth-ით უნდა დაუკავშირო და ვინმე თუ დაგირეკავს, მონიტორზე გამოვა შენი მონაცემები, ყველაფერი, კონტაქტები და ასე შემდეგ, რომ ეგ იმისთვის ყველაფერი გაკეთებული, რომ საჭერსთან შენ ტელეფონს არ უყურო, მაგრამ აი რაღაცნაირად ჩემთვის არაკომფორტულია, რომ ტელეფონი ესედეს. მირჩევნია ეს ტელეფონი დამეგდო აქ შუაში. აქ შუაში ესეთი სათავსოა, დამალული სათავსო არის, აი ესეთ დამალული, რომ არავინ არ იცოდეს, მაგრამ ამ ტესტ-დრაივის ვინც უყურებს, ყველა მიცის უკვე. აქ ღილაკი აქვს ესე და ამოწევ და აქ არის დამალული სათავსო და პლუს მაგას აწერია ჰეშტეგი, დამალული სათავსო ჰეშტეგი. ანუ ეს რაღაც ახალი კრეატივია, რასაც ჩვენ ვერ ხვდებით. ასევე აქ თუ ჩავიხედავთ, ჰეშტეგით აწერია wireless charger, ანუ აი კრეატივის პიკი არის იმენა. აი ისე ვერ ხვდებით ჰეშტეგი რო არ ქონდეს, ასევე უხეში სათავსო. აქაც აწერია რომ hashtag უხეში სათავსო, უხეში არ აწერია, რა თქმა უნდა, Glowbox-ი ქვია, მაგრამ ანუ ეს რა კრეატივია, რომელსაც ჩვენ ვერ ხვდებით. ანუ ეს რა ხდება, რომელ განზომილებაში მოხვდეთ, ეს კრეატივი ვინ მოიპე, brainstorming-ი იყო, თუ storming-ი იყო, overthinking-ში გადავიდა ეს Toyota-ს წარმომადგენლობა და მერე აი ესეთი hashtag-ები მოიფიქრეს და hashtag გააჯმეინე ეგ სადაწერია ნეტა ძალიან მაინტერესებს რომელ ჯგუფში არის ანუ სკამის ქვეშ არის უკანა სავარძელზეა თუ უკანა სავარძელი ხელის დასადებთან ახე hashtag გააჯმეინე არ ვიცი ეგ ყველაფერი არ ვიცი რაში წერია რისთვის მოიფიქრეს ეგ კრეატივი მაგრამ აი აბსურდია ჩვეულებრივი აქ USB პორტები გვაქვს ორი Type-C და რა თქმა უნდა აქ ნებისმიერი გაჯეტისთვის დამატებით შეგვიძლია ვტენოთ ვთხაროთ რამე და იქიდან უკვე რა თქმა უნდა მახინჯათ ხო და იქიდან გამოვიტანოთ უკვე შნური და ნებისმიერი გაჯეტი დავტანოთ ნუ ეს სათავსო ხა ყველა მიცით აქაც კიდე ორი Type-C-ის შესაერთებელი გვაქვს აქ ყველაფერი აგდებს ამ მანქანაში სუფთად რო იყოს აქ ყველაფერი და ამიტომ აზრი არ ჩვეულებრივი სათავსო არის სიტყვაზე მენდეც არაფერი განსაკუთრებული. წინა მხარეს ჯერჯერობით ეს იყო რაც მინდოდა მეჩვენებინა, ყველაფერი გითხარით. სავარძელი მართლა კარგად გამოიყურება, ანუ ვერ დავიწუნებ, განსაკუთრებით მომეწონა თავის მისადები. ნუ აქაც ისე რა ვიცი მოჟოშკილი თემა არის, არ ვიცი, იქით მექანიკურია, ჩემ მხარეს ელექტრო არის სავარძელი. ნუ აი ეგეთი არ მევასება რო აკეთებ. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე რა. ანუ ან ერთი, ან მეორე. ეხლა შეგვიძლია უკანაც ჩავიხედოთ, საბარგულში ჩავიხედოთ და რა თქმა უნდა ძრავის განყოფილებასაც ერთი მოჭუტული თვალი გადავავოთ. ოპანა. ხო, უკან სივრცე ცოტა მოუჭირეს, უკან უკვე საშოში მგონია თავი, რაღაც ძალიან დაპატარავდა. სივიწროვია, მეც გამიჭირდა უკვე თავს ვადებ, ჭერს ეს პატარა არის, ანუ არც ისეთი კომფორტული არ იქნება, მით უმეტეს შორგზაზე თუ მიდიხარ. აი ცოტა კისერი მოგრეხილი გექნება, მოგრეხილი კისერი შეიძლება მოგიწიოს სიარული. ეგ არ მომეწონა. უკნიდან სავარძელი სხვათა შორის წინიდან არის მთელი სილამაზე. უკნიდან აშკარად ვეღარ არის ესეთი ლამაზი როგორც მეგონა, იმიტომ რომ მთელი დიზაინი აქვს წინ გაკეთებული და უკან არის უბრალოდ შემოკერებული. ანუ აი უბრალოდ შემოკერებული, რაც რაღაცა შეეძლოთ უფრო გაეკეთებინათ. აი კიდე შეეძლოთ. ხელის დასადებიც გვაქვს. ორი ხელის ჩასადებიც არის. მეტი რა ქნა. ყველაზე ხარისხიანი არ არის, მაგრამ მაინც ხელი შეგვიძლია დავასვენოთ. რომ დაგვეღლება ხელი, შეგვიძლია დავასვენოთ ხელი. აქაც ორი Type-C შესაერთებელი გვაქვს USB-ს შნური და ნუ მე ბევრი არაფერი ხა უკან რა უნდა ვქონდეს, ბევრი ჭიქის ჩასადები, ნუ ბოთლის ჩასადები ქვია და ახატია, ბოთლი შეგვიძლია მან ჩავტიოთ და ნუ აქაც ჩვეულებრივი პლასმასი იგივენაირად. ნუ აი ჩვეულებრივი ნაჭერია რა, აქ ტალღები აქვს თავისი. აი გასაგებია ისევ მეორდები, ისევ გავიმეორო. მე უბრალოდ გაწვეთ ინფორმაციას, გავიგე რომ Prius-ია და არ არის Rolls-Royce ან Bentley, მაგრამ ნუ უნდა გითხრათ, რაც მომწონს, რაც არ მომწონს, რაც შევამჩნია. შევამჩნია ის, რომ აი რაღაცნაირადაა რა, აი ნაჭერია მიდებულია, გახსნდა, კეთილი ინებე შეწუხდი და ხელით გაწია. აქ შუქი რაც გვაქვს, აქ ჩემი ფეხები აღარ არის ისა რა ქვია, თაჩი. აქ არის ჩვენი ღილაკი, ღილაკს უნდა დააჭირო. ნუ არის რაღაცეები კრეატიული არის ჰეშტეგით, მაგრამ რაღაცეები ძველებური დატოვეს, რაც არ არის კრეატიული. ავტომატურებიც არსებობს, დააჭირ თავის გაიღება, დაიკეტება.
ხო, საფარგულის ნორმალური ზომა თქონ, რავი, ცოტა მეპატარავება ეს ზომა, ძალიან დიდი ზომაც არ არის, 1 წამი. ქვევით კიდე ესეთი სათავსოა, რაღაცეებს შეიძლება ჩაყარო, ჩატენო, მაგრამ განკუთვნილია ჩანთებისთვის და ბარგისთვის არის ზედა მხარე. მე ვერ ვიტყოდი რომ განვითარდა და რაღაც უფრო დიდი საბარგული, არა, სტანდარტული საბარგულია. აი, ჰეჯბეკი საბარგულია, მაგრამ აი პრიუსებს როგორც ქონდა ზუსტად ისეთია. სხვა ჰეჯბეკებს, რომლებიც ჰიბრიდი არ არის, რა თქმა უნდა, უფრო დიდი საბარგულები აქვს ხოლმე. აი, რასაც ხედავთ, ეს სივრცე არის. ნუ ბევრი ვერაფერი ვერ ჩაეტევა პირდაპირ გეუბნებით. შეგვიძლია ხა კაპოსაც ჩავხედოთ, ძრავს გადავხედოთ. მან სანახავი დიდი არაფერი არ არის, უბრალოდ ჩემი ვალდებულებაა რომ კაპოც ავხადო და შიგნით ჩავიხედო. წავედით. პაროლაშა. კაროჯე, აი პრიუს და ზოგადად ტოიოტას ყველაფერი ეღირსა, მაგრამ აი ძრავის ყუფი არ ეღირსა, აი არაფრის დიდებით, იმენა. აუ, ჩე დაიშალა, რა ხდება, სად არის? ჩემი კაბინი. მაშინ უგათხარი. აი მე არ ეღირსა, არა და წარწერას კი ეღირსა პრიუსის აქ, მაგრამ ხუფი ძრავს არა, იმენა ეს გრძელდება, ეს არის აი დაგინებული აქვს, რომ ესეთი უნდა იყოს. ხო? კაი, რას ვიზავთ? 2 და 0, ეს აღარ არის 1 და 8, ეს არის უკვე 2 და 0, ანუ 2 და 0 სოფია, პირდაპირ გეუბნებით, სოფი, 2 და 0. 4 ცილინდრიანი ძრავია. შიდაწვის ჩვეულებრივი 4 ცილინდრიანი ძრავია, რომელიც გამოიმუშავს 196 ცხენის ძალას. რავი, ცოტა მეცოტავება რო არ მოგატყუოთ, კი? 6 ცხენის ძალა საკმარისია იმისთვის, რომ ამ მანქანამ კარგად იაროს ქალაქის პირობებში, მაგრამ მაინც მეცოტავება. ძრავია 2 და 0 და ეს ძრავი კი არ გამოიმუშავებს 196 ცხენის ძალას. ანუ ელექტრო ძრავთან ერთად გამოიმუშავებს. ანუ ჰიბრიდი სისტემა და ეს ძრავი ერთად გამოიმუშავებს 196 ცხენის ძალას. რავი, ცოტა მეცოტავება. ეხლა მარტო 2 და 0 უნდა გამოიმუშავებდეს უკვე თანამედროვე ძრავი მაგდენს და ის ელექტრო ძრავი უკვე უნდა უმატებდეს კიდე. ნუ 220 ცხენის ძალა აქვს პრაიმს, პლაგინ ჰიბრიდს, ეგეც ახლა ვარსკვლავს ვერ ეთამაშება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი მეტი ცხენი უნდა ქონოდა, ანუ უნდა ქონოდა მეტი ცხენი, ხა 2 და 0-ია. მეტი ციცაკით, გემოვნებით, იმიტომ რომ 2023 წელს გამოვიდა ეს მანქანა და რავი, 6 ცხენები, ანუ ცოტაა. ყველანაირად ცოტა, საიდანაც არ უნდა შეხედო. თან ახლა ვიზუალიც ისეთი აქვს, დიზაინი, აი ხო გეუბნები, მოდი დავაფაროთ, თორე აი რო უკვე გული მერევა, იმენა არ შემიძლია. აუ იმენა გააჭყრიალა. ანუ იმის თქმა მინდა რომ მანქანას უკვე ისეთი დიზაინი აქვს რომ აი ცოტა უკვე თესლობის ხენაც მიდის რა, ცოტა რაღაც რო იყოს, ცოტა გაზისკენ, პედლისკენ გაგექცევა ფეხი, რამე რო იყოს მომენტ თუ საჭიროება მოიტანა, ეგ შეიძლება მიადგა პატარაზე, მაგრამ 196 ცხენს თუ გინდა მიადგი, თუ გინდა ჩაადგი და თუ გინდა ჩააძაღლე, იმენა 100 წამსვლელი ეს მანქანა არ არის. ეხა შეგვიძლია ისევ ჩავждეთ, გავიაროთ და ცოტა მივადგათ. აბა ვნახოთ ამ 196 ცხენის ძალას რა შეუძლია, რა ემოციებში ჩავარდებით ამ მანქანით. წავიდეთ ეხა და გავიკატავოთ. ეს რა არის? ანუ ყველაზე მარტივი, ჩვეულებრივი, იმენა ალიბაბაზე რო შეხვიდე და უკუსლის კამერა შეიძინო, ანუ რეგისტრატორი ავტომობილის და დააყენო ის კამერა შენით. დააგო იმენა და მიაწეპო უკან საბარგულზე შენით, ანუ კუსტარულად განესო ქარხულა და ტოიოტა. აი შენით ალიბაბაზე $50 რო იყიდო რეგისტრატორი და დააყენო. იმას უკეთესი ხარისხი აქვს. ანუ რა ჭირს ამ ტოიოტას მე, ანუ ვერ ხვდებია ესეთ რაღაცეებზე რა, აი შემყბაში რატო ვარდებ? ყველაფერს თავი დაანებეთ. აი სარიშვილი საბაზრო რო დასაჯმელი რო რატო აკეთებთ მაგას? რატო? ეხა შესაბამისი ადგილი ვიპოვოთ, აქ სპორტ რეჟიმი მიყვეს, აი დრაივ მოუდები რო არის, ამას დააჭერ და მოცურებას გათიშავ 196, აი კვადრო დრიფტს ეხა განახეს. კემბლოკოიან, წავედით გიუში, ვედი შეიკარეთ, თორე შეიძლება რაღაცა მოხდეს საქმე. ისე ბევს თუ ჩავუდებ. იმენა ჩემგან. მოგა სპორტში რო თავ ხმა ემატება, ღმუილის ხმა ემატება, მაგრამ მანქანა რა გიცხათ, რა ჩქარი არ არის რა, იმენა გონია რომ ვაწამე ოპელი ჩემი ჩაგაგვიწია რას მე გაზავებოდი თუ ყავდა ვენტო იმენა შენ ძმოასა ამეთი გერმანიის ბაზა ხშება გასკადეს ოუ იმენა
ხმა მოდის პიზდეც იმედია ისმის, აი ეს ხმა უნდა ისმოდეს აქ. რა ხმები მოდის ძრავიდან. ხარისხმა? ნუ ხარისხმა და ძრავის ხმა ერთად შემოდის. მოკლედ რა თქმა უნდა, ეხა გადაობის გარეშე ეხა ჩქარი ვერ იქნება ეს მანქანა, მაგრამ ნუ ნორმალური რა გითხათ რა არის რა, მე როგორც ვახსენე, ძრავზე რო საუბრობდი, 196 ცხენის ძალა მეცოტავება. აი, საიდანაც არ უნდა შევხედო, მეცოტავება, იმიტომ რომ ეგ ცხენის ზალები უკვე ჩვეულებრივ ძრავებს აქვს, ანუ შიდაწვის ძრავებს, ჩვეულებრივ ატმოსფერულებს აქვს. მესმის ეს მანქანა არ უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულად ჩქარი, 500 ცხენის ძალას არავინ არ ელოდება აქე და ამ მანქანის თავი დანიშნულება ცოტა დაწვას, მაგრამ ეხა სპორტ რეჟიმში რო ძლივს მიღողავს და მოტორი მგონია რომ შუაზე უნდა გასკდეს, თლათ ისე ვერ არის. ეხა გადმოვიდეთ ნორმალში ისე. აი, გინ სპორტში იყავი, გინ ნორმალში, ანუ იმენა ხმა მოდის ძრავის, ანუ სიჩქარებით კი მიდის, მაგრამ აი მგონია რომ ვაწამებ, ანუ ვაწამებს. აი ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, ეგეთი ხმა მოდის და აი არ მინდება ჩქარასიარული, იმიტომ რომ მგონია რომ გავაფუჭებ რაღაცას, თორე მანქანა მიდის ეხა მართლა თითქმის 200 ცხენის ზალა აქვს, სავსებით საკმარისია, რავი, რო შევადაროთ ძველ BMW E36-ს იმის ცხენები აქვს 2 და 800 და მახსოვს 2 და 8, აი როგორ დავგაზავდი ხოლმე, იცი? ბეჭი მქონდა ხოლმე ესე, იმიტომ აგენ კარგად იშიფტებოდა მეორეში და მესამეში და ყველა ვინც E36 დადიოდა, ეს ხარი ესე ქონდა, აი ესე ქონდა ხოლმე. ყველას ვაგებ მიგეცა რა. მაგრამ ნუ თანამედროვე 21 საუკუნის 20-25 წელია უკვე 200 ცხენი მეცოტავება. წვავს ცოტას, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ჰიბრიდები წვავს დაახლოებით 6 litrს ნაკლებსაც, მაგრამ რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი მოსაზრება არისო თუ რაღაცა ეგეთი მოსაზრება არის, ვიღაც ბრძენმა თქვა, ვეთანხმები, დავამახინჯე მაგის გამონათქვამი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენი ადამიანიც არის, ყველა ინდივიდუალურად სხვადასხვანაირად ატარებს ავტომობილს. ანუ შენ თუ გინდა რომ იარო ისე ძალიან ცოტა დაწვას, ეგრევე პირველი იმას აკეთებ, რომ ჩამოგაგ ეკო მოუჩი, კი ჰიბრიდს არ მოგესმათ, ეკო მოუდიც აქვს. დადიხარ ძალიან ნელა, იცავ იმ წესებს, სადაც აქვს ამას ოპტიმალური ბრუნები, ძრავის და ყველაფერი, ეს გაზის პედალს ესე ფაქიზად უნდა მოეფერო და დაგიწევს ძალიან ცოტას. მაგრამ შეიძლება იარო გიჟივით, აი ეხა გაკაცებული რომ მოვდიოდი, ვიღაცას რომ ვეგაზავებოდი, არა და ტიპები ვერც მივხვდნენ საუბრობთ რომ ვეგაზავებოდი. ეხა ეგრე თუ იარე, რა თქმა უნდა 10 litrსაც დააწევინებ. საშუალოდ ეს მანქანა წვავს 6 litrს, რაც საკმაოდ მისაღებია ხა. ნორმალურია. ადამიანურად თუ ივლი და საერთოდ ყურადღებას არ მიაქცია იმ საცობებს და რაღაცებს და მაინც ნელა ივლი, ნაკლებს დააწევე, 500-ს დააწევინებ და თუ მოინდომებ 500-ს ჩამოწდები. თუმცა, რავი, მაგის ნერვები ზოგადად არავის არ აქვს, რომ ეგრე ნელა იაროს. დასასრულსაც უახლოვდებით. ნუ, ბევრი ვიარეთ სხვათა შორის, იმისთვის რომ გაგვეგო ეს მანქანა. როგორ დადის, კარგია, ცუდია, კომფორტულია, არც თუ ისე კომფორტულია, თუ საერთოდ რა ჯანდაბა შემოგთავაზეს რომ გაგვეგო. და გავიგეთ კიდევაც, გვეყო ის დრო, რომ შეგვესწავლა ეს ავტომობილი. ეს არის 2023 Toyota Prius. ეხლა მოდი პირდაპირ მთავარზე გადავიდეთ. რა მომეწონა მანქანაში და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი, რაც არ მომწონებოდა. მომეწონა ის, რომ ავტომობილი დახვეწეს ვიზუალურად. ანუ ამ მანქანით რომ დადიხარ აღარ გიტყდება. არ მომეწონა ის, რომ ნუ მარტო იმიტომ რომ ეს პრიუსია და იაფად ყიდულობ, აი ბევრი რაღაცეები არის ისეთი, რომ აი იაფასიანი არის. მანდაც ახლა სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძვირადღირებულ მანქანებს უკეთებენ იმ ძვირადღირებულ დეტალებს, იმ რაღაცებს, რაც აქ არ მომეწონა, მაშინ ძვირიანი ავტომობილი უნდა იყიდო და იმას უკეთესი ექნება. ეგ არის ამის პასუხი. მაგას ვერაფრით ვერ შევსვით, თუმცა მე ეს ყველაფერი უნდა მომეყოლა თქვენთვის. ეხლა გადავიდეთ პოტენციურ მყიდველებზე. პოტენციური მყიდველები ვინ არიან ზოგადად Toyota Prius-ის, ხო? არის რამოდენიმე კატეგორია. პირველი კატეგორია არის ის, რომ ვისაც საშუალება არ აქვს, რომ აი ძვირიანი ავტომობილი შეიძინოს, მაგრამ ავტომობილი საჭიროა და ჭირდება, შეიძლება სამსახურისთვის იგივე ტაქსს გულისხმობს, შეიძლება დელივერისთვის, შეიძლება უბრალოდ შორს მუშაობს და ავტომობილი საჭიროა, ან უბრალოდ უნდა რომ მანქანა ყავდეს, მაგრამ ნუ ჯიპი არ წუდება, აი ჯიპი აი იმენა ვერ გაწუდა, აი ვერ მიდის ის ჯიპი, რა ჩვენს რაღაცა მეც მინდა ხოლმე რაღაცები და აი ჯიპი ჩავყავ, აი ვერ წუდება, ხვდები რომ ვერ წუდება იქამდე როგორც საჭიროა. ამიტომ Toyota Prius ყიდულობდა ხოლმე ძველ მოდელებს ის კატეგორია ხალხი, ნუ აი
იძულებით რო ყიდულა, აი ვინ უგზდენი რო ხარ, სხვა გზა არ არის, გინდა რომ ცოტა სწავლდეს, იმიტომ ის საწვავი რთულია ვერასხავ მოვლა, რთულია სხვა ავტომობილების, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდ ეკონომიას აკეთებ ამაზე, ზოგავ შენ იმ ფულს, რომელიც ფაქტიურად არ გაქვს, იმიტომ ვისაც უხინს, იმას მაინც და მაინც ეკონომია არ აინტერესებს. ეხლა დაიკიდებ და ყველა ამ მანქანას და იყიდი და რაღაცა 10-დან V12 რაღაც მანქანას და X მანქანას. აქედან გამომდინარე, შენ იძულებით ყიდულობ, როდესაც პრიუსი ყავს, იძულებით ყიდულობ იმ მანქანას. აი დროებს ზოგი იძახდა ხოლმე, აი დროებით არის, ეხა სარბენად, ხუაზე ხარ ჩემო ძმაო და მე რაღაცა ველოდები მანქანას დავითრო, მაგას იძახდა. ეგეთი კატეგორიაც არსებობს, რომ პრიუსით ამაყობს, იმიტომ რომ აი გარემოს ვიცავ და დაბინძურებას მე ხელს ვუშლი და რაღაც ბაზარი რა. აი როგორია იმენა, როგორი თავის გამართლება არის, რომ აი აღარ ბოლო გზა არის, მაგის იქით ვეღარ გაიმართლებ თავს და გარემოზე ვზრუნა, აი თქვენ შევეცი, რაც გარემოზე ზრუნა. ამით მე არავის არ ვაკრინებ, უბრალოდ ნუ პრიუსია რა, პრიუსია, ეხლა მე რა უნდა გითხრათ სიახლე პრიუსზე. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კლასის ავტომობილია, ხო, თავისი ხასში, ხო? ნუ ეხლა რაღაცა Toyota Supra უფრო ძვირი ღირს, Land Cruiser-ი ძალიან ძვირი ღირს, იქ RAV4 მოდელის ძვირი, იქ CHR-ი და ასე შემდეგ, რაღაც მოდელები არის და სულ ბოლოს იქ თავისთვის ბოლო მერხზე რიგში მიჩაგრული პრიუსი დგას. აი ზუსტად ეგ იყო ძველი თაობა პრიუსები. თუმცა ამ ახალ პრიუსზე მე ეგრე არ ვფიქრობ. ანუ მე ვთვლი ძალიან კარგი მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მინუსი აქვს, იმიტომ რომ უბრალოდ ეგრე აკეთებენ და სხვანაირად არ შეიძლება. მაინც კარგი მანქანა. რა თქმა უნდა, არსებობს აი ლიმიტედი, მაგალითად აიღებ იმ ლიმიტედს და უფრო ბევრი ნავაროტკები აქვს, ხო? აი რაც არ ჩამომითვლე, მაგალითად უკანა 2 კამერა აქვს. კერხერია კამერის უკანა, რაც ისეთია, კარგია, დააჭერღილავს წყალსასხალს და უკან იმ კამერას, უკუსპოს კამერას გიწმინდავს. რატომაც არა, გაგრილება აქვს ავარძის და ასე შემდეგ ეს გრძელდება და გრძელდება პატარ-პატარ წვრილმანი ნავაროტკები, ხო? ეხლა გადავიდეთ კიდევ მთავარზე. რა ღირს ეს მანქანა? ვინაიდან ეს ახალია საიდანაც არ უნდა შეხედო, ეხლა ისეთი ფასი ღირს, თუნდაც მეორადი და დანამტვრევი და ამერიკიდან ჩამოყვანილი, რომ ალბათ ჯერჯერობით ბევრი ადამიანი ამას არ იყიდის. დაახლოებით $20,000 უნდა რა, ნუ ეხლა სულ ახალია, 23 წლის მოდელია, რა 2 წლის მანქანა არის და მაინც ასე თუ ისე ძვირი ღირს. ძვირი ღირს იმ გადმოსახედიდან, რომ ეხლა ვიღაცა $20,000 იყიდის 2017-იან რაღაც სხვა მანქანას დაუშვათ და რაღაც შეიძლება უფრო მაღალი კლასისაც იყოს. $20,000-ში გულისხმობ, რომ მიირტყმულ დამტროულ ჩადებს რო ყიდო. არ მინდოდა მე თქვა, მაგრამ რა ვქნა, საქართველოში ეგრე ყიდულა. აბა პრიუსის გამო ვინმე ცენტში მივა და იმ ფას გადაიხდის, რაც ცენტში აქვს მანქანას. ანუ არ მგონია ეხლა ცენტრის ფასები, ანუ არ არის პრიუსის მანქანა, რომელსაც ალბათ საქართველოში ცენტში მიდიან და ყიდულობენ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში დამტროულს ყიდულობ, შენ გემოზე დამტროულს, აი ცხვირი პატარა რაღაცა გავაკეთე, დავიტოვე ვიული, აი ეგეთ მანქანას რო არჩევ, დაახლოებით $20,000 უნდა. თუ ფერი მეცვლებათ თქვენს ეკრანზე და ხედავთ, რომ რაღაცა ფერი დამედო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მონიტორი გიფუჭდებათ. უბრალოდ გავიყინე, იმიტომ რომ აი ყინულიანი, აი ქარი მიმბერავს და ნახეთ ყურში შეიძლება მომძროს უკვე ვეღარ გქონს ვერაფერს. მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ, დარჩით ჩვენს არხზე, რა თქმა უნდა, მთელი გეგმები წინ გვაქვს, 20-25 ეხლა დაიწყო, ამიტომ ის გეგმები, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ, ყველაფერი წინ გვაქვს. ეს იყო პრიუსი, ჩვენ ვართ უხეში ხალხი, დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. დროებით. ჩამახვევა. აი პატივს არ ცემენ პრიუსს თუ რა ხდება, ას მისიგნალება. იქეთ. გაურჩნიკო? ო, რა საკლები იყო კადრი ჩემ ბავშვობაში. იქითო მეთქი ამ ხوار მიპირე. იქით.